ეროვნული ნაკრების ხელბურთელ მილიან გავაშელიშვილთან ჩაწერა. იგი მილიანი კარიერას პოლონურ კლუბ ოსტრავიაში აგრძელებს და ახალი საფეხურისთვის ემზადება. ევროპულ ხელბურთში ის ამ ნაბიჯებს გადადგავს. ამ ინტერვიუში მილიანი პირველად საუბრობს კარიერული არჩევანის დეტალებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე, რომელიც პირველ რიგში ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. მილიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში აგრძელებს. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ახალ სეზონს პოლონურ კლუბ ოსტროვიაში დაიწყებს. ქართველი ხელბურთელის გზა რუსთავიდან ევროპულ კლუბამდე შთამაგონებელია. მილიან, დილამშვიდობისა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორ და როდის დაინტერესდი ხელბურთით? ხელბურთის შესახებ პირველად გავიგე 14 წლის ასაკში. მეგობარმა მთხოვა, რომ თუ მქონდა სურვილი, წავყოლილიყავი ვარჯიშზე და სურვილი თუ მექნება და შემეძლო მეთამაშა კიდევაც. ამის შემდეგ იმდენად მოვიწამლე ვარჯიშზე, ესე ვთქვათ, იმდენად სასიამოვნო პროცესი იყო ჩემთვის ხელბურთის თამაში, რომ ამ დღიდან მოყოლებული მოვდივარ ხელბურთთან ერთად. როგორც ვიცი, რუსთავში დაიწყო შენი კარიერა, ხო? რას ნიშნავს შენთვის რუსთავი და პირველი ნაბიჯები ამ სპორტში? რუსთავი პატარა ქალაქი არის და დღემდე და პოზიტიურად მახსოვს სახლიდან დარბაზამდე და უკან გზა. ის ხალხი, ვინც მაშინ ერთ ჩვეულებრივ მშრომელ ბავშვს უყურებდა, დღეს ვიცი, რომ ძალიან გახარებულები და ამაყები არიან იმით, რომ აქამდე ვარ მოსული. და მეც როდესაც ჩამოდივარ ხოლმე საქართველოში აუცილებლად დიდი სიამოვნებით მივდივარ, მოვინახულებ, მათთან ერთად ვარჯიშებს ვატარებ, ბავშვებს ვესაუბრები. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რა გამოცდილება მიიღე იმედი თელავში თამაშის დროს და როგორ იხსენებ Challenge Cups? რუსთავიდან გადავედი იმედში. იმედში ვიყავი ყველაზე უმცროსი პირველ წელს და ძალიან სასიამოვნო ფაქტორი პირველ რიგში რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო. უფროსი გუნდელები ვინც იყვნენ, ყველანი ნებისმიერი კითხვა რაც არ უნდა მქონოდა, აუცილებლად შემეძლო მივსულიყავი და მეკითხა და ყველანაირ ვზნობდი, რომ გვერდში მედგნენ და მისთვის დიდი მადლობელი ვიყავი ყოველთვის. პირველი Challenge Cup-ი ქონდა ლუქსემბურგში წავედით და ძალიან კარგად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ იმდენად კარგი თამაში ჩავატარეთ და ისე იმდენი იმხელა სიმპათია დავიმსახურეთ იქ ხალხის მხრიდან, რომ თამაშის ბოლოს ტაშიც კი დაგვიკრეს. როგორ მოხვდი ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბში და რა სირთულეები გადალახე უცხოეთში თამაშისას, ესეც გითხარი? ახალგაზრდული ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი იყო სერბი, ესეთი დამირ სტოიანოვი და ის შემეხმიანა ერთ დღეს და მითხრა, რომ ერთ-ერთი გუნდი მაკედონიიდან პრილეპი სახელად დაინტერესებული არ ჩემი პოზიციის ახალგაზრდა მოთამაშედ. ჩავედი სინჯებზე და მოეწონათ ყველაფერი. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში კონტრაქტიც კი შევადგენეთ უკვე და მოვაწერე 3 წელი ვიყავი მაკედონიაში. პრობლემა ერთადერთი მახსოვს, ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი, ძალიან სუსტი ვიყავი. ვიცი, 1.97 და 75 კილო ალბათ მოიგინეთ, ეს ძალიან დიდი სხვაობა. და ფიზიკური პრობლემა იყო ჩემთვის თავიდან, დუელი და ეს რაღაცები მიჭირდა მოთამაშეებთან. მაგრამ ნუ მაინც სისწრაფის და მოქნილობის ხარჯზე გავდიოდი მაინც რაღაცნაირად ვახერხებდი. მაგრამ ეს პრობლემა მალევე მოაგვარე, ბევრი შრომის შედეგად, რა თქმა უნდა, ისე არაფერი არ მოვა. სერბეთში გატარებული 2 სეზონიდან რომელი მატჩი იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული? მატჩი ალბათ ამ სეზონზე 2024 წელს რუმინეთში ვიყავით. ტიმიშუარ არის ესეთი ქალაქი, რომელიც ყოველწლიურად გვეძახის მათი თასის ტურნირზე და მაგ თამაშში ფინალში ძალიან კარგად დავინახე ჩემი შესაძლებლობები და რა თქმა უნდა კარგი თამაშის შედეგად უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომივიდა და მნიშვნელოვანი მაინც გუნდური წარმატება არის და რა თქმა უნდა თასის სახლში წამოვიღეთ. რადგან გუნდურ თამაშზე გავჩერდით, აქვე უნდა გკითხო, რას ნიშნავს შენთვის, რომ გაქვს პატივი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით? ნებისმიერი ახალგაზრდას ოცნებაა, რომ მოიგოს ნაკრების მაისური და მით უმეტესთან რა შეიძლება, არ ვიცი, განიჭერდეს იმაზე დიდ სიამოვნებას, როდესაც შენი ქვეყნის სახელს ატარებ, მთელი მსოფლიო გიყურებთ და
როდესაც კარგად ითამაშებ და მაყურებელი და შენი ოჯახი და ეს გულს შემატკივრები, ვინც მოდის თამაშზე, თამაშის ბოლოს ნასიამოვნები ბრუნდება სახლში. გვითხარი, როგორ მიიღე პოლონური კლუბის შეთავაზება და რა გადამწყვეტი ფაქტორები გაითვალისწინე ამ არჩევანისას? პოლონურ კლუბთან დაკავშირებით დამიკავშირდა ჩემი მენეჯერი, კლუბის სახელია ოსტროვია, ძალიან დაინტერესებულები. საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ გუნდში შეიძლებოდა წასვლა. საინტერესოა, რა მიზნები და მოლოდინები გაქვს ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როგორც ახალგაზრდა მოთამაშისთვის მთავარია, რომ მივიღო მაქსიმალური იმ გუნდიდან, სადაც მივდივარ და შემდეგ მოედანზე დავუბრუნო. მირიან, თუ გაქვს რაიმე რჩევა ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ კარიერას? ახალგაზრდა ხელბურთელებს ვურჩევდი, რომ იშრომონ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, მაღალი და ძალიან სუსტი მოთამაშე ვიყავი, მაგრამ დიდი შრომის და თავდაჯერებულობის შედეგად მოვედი აქამდე, სადაც ვარ და აუცილებლად კიდევ უფრო შორს წავალ. თქვენი თავის ერთადერთი მტერი თქვენ თვითონ იქნებით, იმიტომ რომ ცუდი თქვენთვის არავის არ უნდა, ისევე როგორც ჩემთვის და უბრალოდ იშრომეთ და ჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობებით. ყოველდღიური შრომის შედეგად დაინახოთ, რომ უფრო და უფრო მეტი შეგიძლიათ. ეს იქნება ჩემი რჩევა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის. მირიან, შენი კარიერა დაწყებული რუსთავის სპორტული დარბაზიდან დღევანდელ გზამდე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება შრომით, მიზანდასახულობითა და საერთაშორისო გამოცდილების დაგროვებით შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გაგვიზიარა შენი სიახლე. გისურვებთ ბევრ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და გისურვებთ ასევე თქვენს წარმატებებს. მადლობა და ნახვამდის.